გიორგი თუმასიანი გვერდება პირდაპირ ეთერში. გიორგი, როგორია განწყობა, რამდენად ხართ კმაყოფილი დღევანდელი დღით, მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით რობოკოპები არ გამოჩენილად და ჩვენ ნახეთ პრინციპში თავისუფლების მოედანზე წყლის ჭავლის სამი მანქანა, როგორ ფიქრობთ, როგორ განვითარდება დღის განმავლობაში დღეს ღამით პროცესები, ელოდებით გარკვეული ტიპის პროვოკაციებს ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან? Am უკანონო მოძალადე სტრუქტურების მხრიდან ჩვენ ველოდებით პროვოკაციებს, რადგანაც მეორე დღე არის უკვე 1927 წლის ტიპის წითელი ტერორი დაიწყეს და რეპრესიები ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ. დღეს ისევ სავსეა მთელი რუსთაველის გამზირი და აქედან თავისუფლების მოედნიდან პრაქტიკულად რესპუბლიკის მოედნამდე უზარმაზარი რაოდენობის ხალხია, რომელიც გამოდის დაძახების გარეშე აქ და ჩვენ ხედავთ, რომ ქართველი ხალხი იბრძვის საკუთარი ქვეყნისთვის ამ რუსული რეჟიმის და რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. პროვოკაციებს ველოდებით, მაგრამ ძალიან მტკიცედ უნდა დავდგეთ, ჩვენ გვყავს ასობით პოლიტპატიმარი, უამრავი ადამიანი არის ნაცემი სასტიკად და ერთადერთი პასუხი ამაზე არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილის რუსული უკანონო რეჟიმი უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში. ჩვენ უნდა გავასწოროთ ჩვენი ორიენტირი, ერთადერთი პრობლემა დღეს არის ბიძინა ივანიშვილი და მისი რეჟიმი და არა მისი მარიონეტები, რომელიც დღეს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება არის. შესაბამისად, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ყველანაირად პირველ რიგში ეს პროტესტი უნდა გადაიზარდოს მთელი დღის პროტესტში. აუცილებლად დილიდან უნდა იწყებოდეს, დღისით გრძელდებოდეს და მთელი ღამეც გაგრძელდეს და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი გაფიცვები უნდა იყოს ტოტალური იმისთვის, რომ ჩვენ მივახციოთ მიზანს და ეს რეჟიმი საბოლოოდ დასრულდეს. მადლობა. მადლობა.